სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების გადამზადება გრძელდება. ჩაფიცის კარდიოლოგიური ცენტრის ბაზაზე გადაუდებელი დახმარების მართვის შესახებ სწავლებას ქვემო ქართლის რეგიონის 35 მედიკოსი გადის. ორდღიანი კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. გადაუდებელი დახმარების მართვის საკითხებში გადამზადება ივლისის თვიდან დაიწყო. კურსი ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 210 მედიკოსმა გაიარა. გვაქვს მეტად აქტუალურ საკითხებზე ტრენინგი, ეს გახლავთ გულის გაჩერების მართვის ალგორითმი, ჰიპერტონული კრიზის მართვა, გულის მწვავე უკმარისობა, ტრავმის პრეჰოსპიტალური მართვის ძირითადი პრინციპები. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პაციენტის დახმარების მიდგომები, მედიკამენტების, ინოტროპული მედიკამენტების სწორი ადმინისტრირება და მართვა, ფარზე მოთავსების წესები და ასე შემდეგ, ასევე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სექტემბრიდან აღჭურვილობაში იქნება სიახლეები, სამედიცინო ბრიგადებს ექნებათ დეფიბრილატორები, კომბიტუბები, ლარინგიალური ნიღბები, რომელთა გამოყენების შესახებ მათ მიეწოდათ შესაბამისი ადეკვატური ინფორმაცია. დღეისათვის 210 ექიმი იქნება მომზადებული, დაგვრჩა სვეტანთიანეთის რეგიონი და მაღალი მესტია, თუ წლის ბოლომდე მთლიანად უკვე 860 ექიმი ყავს, მთლიანად მოხდება ყველა ექიმის გადამზადება.